შეხვედრა მთაში. ვაიმე აკუ. Yo. მოიცა კამერა მქონდა შეგდგა. Tata ისია, ხდება სათვალიერები. Კაი. დავიძარით მოკლედ უშკულისკენ. ეხლა განახეთ ვიდეოში როგორი გზა არის. კი ნახავთ რომ ჯერჯერობით ისეთი არაფერი არ არის. ეხლა გამოვწვით თეთრობის გადასახვევს. აქედან დაახლოებით 30 კილომეტრია. წესით გზაზე ისეთი არაფერი არ უნდა იყოს, მარტივი თოვლი და მე იქ ჩავვალთ რამე გასართობს ვიტოვით. მაგასაც ნახავთ ვიდეოში. ჯერჯერობით ისეთი არაფერი არ აქვს. უბრალოდ ლამაზ ხედებს დაგანახეთ ხოლმე გადასა. წავედით. ეხლა უახლოვდებით უკვე სიყვარულის კოშკს, რომელსაც ხედავთ თქვენ კადრში. სიყვარულის კოშკი მდებარეობს მესტიდან მიმავალ გზაზე უშკულისკენ და აქ თავისი ლეგენდა რატომაც ეძახიან თუ რატოს ეძახიან მას. მაგას მოგიყვებით მე. ახლოს დაგათვალიერებინებთ ეხლა ლამაზად. ჩვენ ახლა ავავედით ანანოს სიყვარულის კოშკთან. ხო. რომელსაც აქ ეძახიან ქურდიანების კოშკსო და აქვს სტანდარტული ისტორია. მოიცადე შემოვატრიალოთ ახლა. წამოდი აბა აკომოდი ახლოდან და ეგ ისტორია მე არ ადრე მოიცადე. სიყვარულის კოშკი. სიყვარულის კოშკი. მოკლედ აკო, ისტორია ასეთია, რომ მიაგულს თავადისშვილ გოგოს ერთადერთ ასულს შეყვარებია ბიჭი, რომელსაც ყოლია ცოლი და 5 შვილი. და ოჯახი ვერ დაუნგრევია და ეს ბიჭიც უშიშარ ადგილებს არ უშინდებოდა, ეპუებოდა და კლდიდან გადაიჩეხა. ამაზე სასოწარკვეთილი ცოლიც გადახტა და მიაგულს აუშენეს აი ეს კოშკი. ანუ ამ ადგილს არა, უყურე ის სოქმარი ხო დაიღუპნენ და მიაგულმა აუშენეს აქ კოშკი და ის უაპურებდაო მე მდინარეში იმ თევზებსო და ამბობენ რომ თან თევზებად გადაიქცნენ ის ცოლქმარია. ო, რა სტანდარტული ლეგენდა არის. ხო და მარგი თუ ესეთ მეტი ვბოლია რომ დამოჭერ. კაც. მარგი შენ თავი თევზი შევაჭრინოთ. გამოვუყევით გზას სიყვარულის კოშკიდან და ეხლა განახებთ როგორი პირობები გვხვდება გზაზე, რომელიც გამოვაგრძელეთ.
აი ჯერჯერობით ისევ მოვდივართ ასეთ რელიეფზე, ანუ შიგადაშიგარი თოვლი, შიგადაშიგარი ბეტონი, ზოგგან გაბნაგია, ზოგგან გაყინული, თუმცა რთული არაფერი, ზამთრის საბურავი კარგად მუშაობს და სტაბილურად მივდივართ ნელ-ნელა. მიდის დრონის ჩამოხსნის პროცედურები. ყველა დრონის გადაღების მერე და კადრების მერე აი ესე ვართ ხოლმე ხო. მიდი აკო შეძლებ. აუ, ეგა. всё, დრონი ადგილზეა. იქ ნახე რა ხდება. იქ უკან კატასტროფა ხდება, აქედან განახებ. აი. ნახეთ. მთელი ხალხი არის ვრანგლერის ჭერში ასული. აი, ესეთი ამბავია. ეხლა ნელ-ნელა უკვე მივდივართ ყველაზე რთულ მონაკვეთზე ამ გზის, სადაც ყველაზე ვიწრო მონაკვეთი იყო გასავლელი. და მომივართ მე იქ ადგილზე განახებთ როგორი მდგომარეობაა და გაფართოებულია, არაა გაფართოებული, გაიოლებულია თუ უფრო გართულებულია იქ. ეხლა პრინციპში მივედით ამ გზისთვის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ მონაკვეთზე, რომელიც ადრე იყო გაცილებით ცუდი, ეხლა გაგანიერებულია და ავიცი ხა, აი თქვენ შეხედეთ. პრინციპში დაართული არაფერი არაა, წინ ჰიუნდაის კონი უცოდით რომელიღაცა ჰიუნდაის მიდის შეუულებრივი SUV განსაკუთრებით არაფერი არ აქვს. თავარი გზა გაწმენდილია თოვლისგან და საკმაოდ ფართიც არის. თეთრუნზე უბრალოდ დიდი სირთულეები იყო და გამოწვა. მოდღლაჟულია რა ვიდრე აქ. ასე რომ ნებისმიერ პერიოდში პრინციპში შესაძლებელია მანქანით უშქუდში ამოსვლა. ან უკვე უსაფრთხოდ, იმიტომ რომ ეს გზა რომელიც ეს მონაკვეთი რომელიც ყველაზე ცუდი იყო, პრინციპში აღარ არის ისეთი საშიში. არ ჩამოსროლა. ეს ერთი მონაკვეთი, აქ ჩამოდის ხოლმე წყალი ზაფხულში და ეხაც არის გაყინული. თორე განსაკუთრებულად ესეთი არაფერი, უბრალოდ ყვა ესეთი მიგინული ადგილები. არა ჩახტა. ჩვენ ჩაუყოლი. ლუბუნა. აი აქ შეიძლება იმ მანქანას უკანა ცოტა გაუჭირდეს თორე ჩვენთვის. ნუ გაახახუნა ხო, რამე რო არ დადოხოს, თქვა ძილი რო არ მოსწოს. შიტოქს დაიღო. ეს სულ ახალია. ჩახტა გატყობია.
რამდენიმე წუთში უკვე შევალთ უშკულში და ესეთი გზა არის. ანუ ყველა ცუდი მონაკვეთი რაც იყო გაკეთებული არის. ყველგან ბეტონია დაგებული და საში უკვე აღარაფერი აღარაა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ კომფორტულად ამოხვიდეთ პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით. ნუ გარდა სედანისა ზამთარში, იმიტომ რომ ერთი გადმოსასვლელი ცუდი იყო და უბრალოდ მანქანას გააფუჭებთ. დანარჩენად შეგიძლიათ აი ესეთ ულამაზეს ხედებში ამობრძანდეთ და დათქვეთ ამ სილამაზით. გეცო, აბა, მარგე. იმდან იბოინა ვეღარ მოდის მე მგონი. აბა მოდი. აი ნახეთ მეგობრებო, ეს არის შხარა. ხედავ შხარას? გულო. აი ეს არის შხარა. აუ თარალამაზია. ოიცა. მიდი მარგი, აბა მიდი. ბიჭო, გაატარე. არა. არ შეგვარცხიდო, მარგი. გაატანინა. აი, მარგე შხარას ფონზე. ატრიალებს გიორგი. უბდა არის ახაჭოპურის შეკვეთა მივეცით აქ და ახლა გადავართ ლამარია. წაით. შენ უფრო მეტი ცხენი სალარა ხა? შენ უფრო მეტი ცხენი ხარ აკო? ცხენიანი. პარაკო. ნახეთ რა ვარიას ეს ინდა აკუჭა. შემოვედით უშკულში, მივდივართ ახლა ლამარიას დედათა მონასტერთან და გავაგრძელებთ მერე უნდა ვცადოთ ლენტეხისკენ გადასვლა, იმიტომ რომ თოვლი არ გვიყო, იმიტომ რომ თოვლი არ არის არსად და იქით ეს უნდა იყოს გაუკვალავი. რა თქმა უნდა შორს ვერ წავალთ, თუ
გავყოლავი იქ და მაგრამ გავერთობით ცოტა სანამდე პირველ მას გადავიღებ. მანამდე პროდუქტები გვაქვს აღებული. ხო, მანამ პროდუქტებს ავიღებთ. საგზალი. ავეთ. სანამ ესენი დრონით იღებენ კადრებს, ჩვენ შევიდეთ ლამარიას ეკლესიაში, რომელიც არის მე-12 საუკუნის, როგორ ხედავთ და ყოფილა მარცვლოვნით ნაყოფიერების მეწველი საქონლის ხელსაქმის მფარველი სვანური ქალღმრთაება. როგორი პატარა შესასვლელი აქვს. მე ნახტომში მეტრა 20-ს კი თავს ვიხრები. მან მე მგონი ნიკოლაუსამ თუ ვიღაცამ დრუზა თავი მახსოვს ადრე. აი იქეთ კარს არ მახსოვს ზუსტად მე. შევიდეთ. როგორი დაბალი არის. ძალიან პატარა სამლოცველო. საყვალესი. დავანდოთ ახლა ჩვენ სანთელი. უმრო და რესტორანი კოშკი არის. კაფე კოშკი არის უფრო სწორედ და უშკულში ერთ-ერთი ცნობილი ადგილია. ხო, ნამდვილად და ხაჭაპურში ხედეთ. ტაფაზე. და ხო, და კუბდარი დაბლა ფეჩი. ძალიან. აკაური ინგრედიენტებით. ეგარ დაივიწყოთ. აკაური ინგრედიენტი ყველაფერი აქვს, რამე ხوار დამაკლეს კუბდარში. ჰა? ხათაშორის მე არ მიჭამია უშკულში კუბდარი. არასდროს. აი მეგობრებო, უშკულიდან ლენტეხისკენ წავედით და აქ სულ გაუყალავი თოვლი, ერთი მანქანის კვალი ჩანს და კაირბილი თოვლია. იქ ნოდარი წავიდა წინ რანგლერით არის და მე და მარკეს გავყვებით, გავერთობით სანამდეც ვივიდით. აქ ცოტა წასახემსებლად გავჩერდით, მაგრამ იმხელა ძაღლები მოვიდნენ, რომ იქეთ გავაგრძელებთ გზასთან მერე. ჰა? იქეთ წავიხემსებთ. არ გშია ჯერ. წავედით, აბა. ოგითხარი. ესე ნენ ძემ დასაძრელი თოვლია. ჰა? ჩადი დაბლა, ჩადი, ტყუილა იმას შვები ახლა. იქნოდო. მოდის. ასე ხაშათოლია, რაღაცნაირი ბილია და ვერ ეჭირდება. ეს ჩვენი მეგობრები. მოვიდნენ ცოტა ვაჭამეთ. ცოტა რა ჩვენზე მეტი ფაქტიურად ამათ ჭამეს და ახლა ჩვენ გავუყვეთ. აგიო. იჭამეს არა ამათ. აკო მოდის ფან, აკოზე მალე ეს მოდის. ამათ ვერ გავჩდებით ჩვენ დღეს, მაგრამ ეგრე ვატყო. აუ მეორე ძაღლიც მოყვება. თუ არ შემჭამეს, კაი იქნება. ძალიან ლაყეისაა თოვლი რაღაცნაირი. ახლა გაყვალულზე უფრო მარტივია, მაგრამ მომენტ ეგეთი მარტივიც არა. მაგრამ იმოდის აგერ ჩვენ ვიყავთ. ეს ლექსუსი მაინც, ნა ლექსუსე. არ ვიცი. აუ რა კომენტარი გავაკეთე. აი ესე მიდით წინ ნოდა რა ვითხოვ. უსიგნალებ გაჩი გადაგიღოთ, მაგრამ ვერ გავაგებინე ვერაფერი. რა გითხრათ ხო? რა გავაკეთო მითხარით. გაჩერდა ახლა თვითონ. ძიუს გაიარა აქ. ეხა მოდის აკო უკანასე. მუნარნარ. გამატარე რა ვეღარ ბიჭო. ჩვეულებრივად მოვედით აქამდე და ვეღარო.
გაკვალოში. ეხლა მოდის აკო ჩემ გაკვალულში. ვინმეს თუ ეკრანს სურვილი გაკვალვის, პრობლემა არ არის აქ. ბლომად არის გასაკვალი თოვლი. ჭამოთ. აი მან გადმოგვიშვა წინ. ვერა უკვალავო, აი. რავი, აბა. ეხლა განახით წინ რა ხდება. წინ ხდება ესეთი რამ. ხდება ის, რომ ამის იქით მანქანა არაა ნამყოფი. და არის ეს არ ვიცი რა, ბურანის ყოლია, ეს ყოლია. აი ეს არის ერთი მარტო. მე იქით ისო ფეხის ნასიარულები არის და არ ვიცი ხა ეგ როგორ ხდება. მაგრამ აი ასე ვდივარ მე. თავში წინ უკან გასიარულეთ კი შეიძლება რამე იქნას, მაგრამ ძალიან შორს მაინც ვერ წავალთ. ასე რომ ეგაა. ეხლა წამოვიდა აკო, იგივე მანიუვერი უნდა გააკეთოს რაც მე. მოვიდეს აქამდე, მე გავალ რაღაცნაირად და ეგენი მოტიალდება. იგივე მანევრის გაკეთება ჯერჯერობით კარგად გამოსდის. გაკვალულზე იორია, გაუშვა გაუკვალავზე. ოი. ვა. მიდი აკო, მიდი. ჩილ. ესაც ნოდო. აი, თქვენი ბალკიანი ვრანგლერი. გაუდით და ხმები რა. და. ტრაფიკაზე ხარ? ესაც მოატრია. აგერა. აკო სადაც გავარდა იქ. აჰა, აკომ გაუკვალავში ნახავ რა შეუულია ლექსუსო და გავარდა. გაატანინა, სადღაცამდე გავიდა, რა ვიცი სადამდე გადავუყმე არ ვიცი. მიდი ნოდარ. მიდი. ეხა წინ. და ეგრე ნელ-ნელა წინ უკან. მიდი, გაზი, მიდი, ბევრი ადგილი გაქვს უკან ჩასასვლელამდე. ჩასასვლელი ხო? ხო, ბევრი გაქვს, მიდი. კაი, აკოთ გაჩერდა იქ. ასე მივდივართ. კიდე ის ნორმალში, გადაიგე? აი, ასეთი თოვლი გვაქვს მეგობრებო, აი ასეთი. უიმედე და. ოი საბიჭო, მე შენ წინ როდის გაგცდები? ასე თუ ვიარე, ზეგ მივალ იქამდე. ან მინდა მევალ ახლა, ოი. იმის დასადასტურებლად, რომ აქ ჯერ არავინ არაა ნამყოფი. აჰა. აი ეს. მიდი, აბა სანამდე მოვაკო. წეგან მევჭრიდი. მე მოვატრიალეთ კი ნახეთ და აკომ JX-ის ზალა უნდა განახოთ. ოი მიდე და ამშვილე წამოსულა. აბა ვნახოთ ერთი აკოს JX-ის ზალა. ქონია ზალა. აბა უყურე. კარაქივით გაფრთხნა. ლაიქი კარაქ. აი. მიდი. არ გააჩერო. ანუ შეუნე მაგრამ ვერ ვაგებინებ. ის კიდე იქ რაღაცებს ცილობს. უნდა გაკვალოს ისევლე. ამასობაში კი ხედავთ რომ დაბლა ყველაფერს ედება უკვე. თოვლის სიმაღლე და თან რაღაცა რბილი თოვლია. და ეგრევე დაბლა გაგდებს როგორც კი აბუქსავებ. ანუ ბუქსავებით სიარულს აზრი არ აქვს ხა სანამ დაგვიწერთ აქ რომ გააყრენი გაუშვიო. როგორც კი თოვლს მიადგები და დაიწყე ბუქსავებას, მანქანა ეგრევე იძირება, აზრი არ აქვს, წინ ვერ მიდის. ამიტომ ეგრეთ წოდებული ნაკატით, ინერციით იჭრება ხოლმე ზოგადად ესეთ თოვლი. ეს ცირე ტექნიკური გადაღება. აჰა. აი უკვე აქვე უჭირს, მაგრამ ნელა მაინც მიდის. სადამდე აპირებს წასვლას, არ ვიცი, ლენტეხამდე ალბათ. ეგა გაჭრა კიდე. რაღაცა ქვანახეს იქ. სავარაუდოდ, იმიტომ რომ უცერზე დარტყმის ხმა ქონდაო და ამის ქვეშ ხო რაღაცები იმალება. ასე რომ ეხა მოდის ჩამოვა უკან. ეს ადმე მოვატრიალეთ აქ. და არ ვიცი, წავალთ უკან მესტიისკენ.
და ჩვენ დღევანდელი ვოიაჟი ეგ იქნება. რამ გაგაჩერათ? ვარ გაგიყოლოთ უშკულამდე. რავი, უშკულამდე არა, ლენტეხია ის უშკული იქით ავიყავით, უკვე გამოვიარეთ. ყოჩახთა ბაგარი ყოჩახ. ზანით მეც მოვდივარ, არა პრობლემა. მიდი. რაღაც მოტრიალდი წერა. აი, დაბლა, ჩადი. გეტყვი მე. მიდი. ეხლა მოსაწრიებელი ერთი მოსწრიებელი გაკეთებულია. აი, ჩავა. საინტერესოა რა აქვს ჩართული. მე დამადაბლებელი გადაცემა აქვს ჩართული, მეორე სიჩქარიდან ვიზრები და ტრექშენი მაქვს გათიშული. ესეთ თოლში ტრექშენი უფრო ზღუდავს მანქანას და კარგად ვერ ბუქსაობს. როცა გჭირდება რომ აბოროტით იარო, ბრუნებით იარო. აბა აკოს კითხოთ. აკო რეები გაქვს ჩართული. ყველაფერი როგა გათიშული ტრექშენი გავიგეთ. ცენტრალური ხიდის ბლოკირება? ჰა? დამადაბლებელი და ცენტრის ანუ ერთნაირად დავდივართ. იცის ბიჭმა რა. ეხა შეიძლება თქვათ რომ ესეთ თოლში რა თქინდათ დამადაბლებელიო და რაღაცეებიო, მაგრამ დამიჯერეთ კიდათ. ვისაც არ უნდა ხოლმე, მე ხშირად ვწოთ ხოლმე. ჩართავ და რო ამოგასხავს კოლოფიდანზე. მაგას ვიძახი. ვინც არ თავს, მე ხშირად დადის სერვისზე ავტომატიკის კოლოფის. აი სერვის გეტყვით. კი. კაი. ესად მე უკანაო, ეხლა და აქ მოტრიალდი. ხო, მიდი. ეგა არა, წავედი. მარგე ბოტები როვა რატო არ დაინახე ბოტებით როვა. წავედით. დრონი ყველაფერი დავსვით, მეტი კადრები მაინც აღარ იქნება და. არა, ხო. გაგევნე და თუ არაფერი არ იყო, მაგასაც გეტყვით. კაი, წავედით. საშუალო ვარიანტი მინდა. საშუალო ვარიანტი მანდ ნახე თუ გამოგადგება. ანუ ჯერ ხო 35-იან MT-ებზეა. ვეღარ მივდივარ წინო, გაგვატარა. გზა ვერ გაჭერა, ჩვენ ვჭერით, აი რა, აკო სტანდარტული JX-ითაა, მე ვარ 32-იანი ბლიზაკებით. მერე კიდე ხო წავედით მეორედ გაჭერაზე. უკან არის. იქ როგორ მივიდე? ეგენო გადმოვალაგო და უკან არის ახადო. აი ზებები? დიახ, ან თუ გინდა შეაგორე შიგნით და აქედან ავხოდო. მიდი. ახლა გეტყვით რა ხდება. მე არ ვიცი. ხო და ეს ყველაფერი ხომ მოხდა. მე აკო წავიდა წინ, მე გავჭირე ჩემ მანქანით, რომ მაინტერესებს როგორი ვლისო. მე გავყევი, ეს ვეღარ გამოყვა. ეხა უკანა ბლოკირება აღარ ეთიშება. ეს არის ძმაო. ეს არის ძმაო, თქვენი რანგლერი ეს. აი ნოდარ, ესაა შენი რანგლერი. აუ ვიცი ძმაო. მე ესეც მანქანას არ ვიყიდი რა. მოარეს გეტყვი. აუქციონზე ელოდება რომ ნაცვლად იმისა რომ სალონიდან ადამიანურად გათიშოთ უკანა ხიდის ბლოკირება არა მეგობრებო ნურას უკაცრავად უნდა შეძურეთ სადღაც იქ ბოდიში ტაბაგარი სადღაც აი და რაღაცა უნდა დაუტრიალოთ ტრეშოტკა იმაში ერთ ადგილას რომ გამოეღვენთოს მაგარი მანქანა უნდა საღოსავალ და ეხლა ვინ უნდა გააკეთოს მანქანა როცა უშკულიდან მესტის გზაზე მანქანა გიფუჭდება თქვენიაც ვინ გააკეთებს გლაუცეხნარ გლაუცეხ პომოშ ტექნიკური დირექტორი ვაგონ ზაოდ რაღაცა აკაკი ქათამიძე სპეციალური მოწვევით ავსტრალიიდან რაღაც ტრუა პრაუდის ხელოსანი საუკეთესო ბიჭი საუკეთესო მეგობარი, საუკეთესო ოჯახის წევრი. უბრალოდ კარგი ადამიანი. კარგი ადამიანი. ეგ არის ბოლოს რომ გაგითავდება და უბრალოდ კარგი ადამიანი. და ეს დაუკვედრებლად საქმის გამკეთებელი აკაკი ქათამიძე. ისინი გაუკეთეთ. დიშდიშები.